ვენა თავის საიმპერატორო ბრწყინვალებას წელიწადში ერთხელ იხსენებს. ყოფილი კარის თეატრის წინ მოულოდნელად იხსნება დროის ფარდა. ბრწყინვალე ეპოქა კარეტებით, ვუალებით, შლეიფებით, ბრილიანტებით მორთული ბრუნდება წარსულიდან. რათა თვალი მოჭრას ვულგარულ, პრაგმატულ და ოდნავ გაუთვლელ თანამედროვეობას. მთელი ღამე შამპანიურისა და შტრაუსის თავბრუ დამხვევ ნაკაჩი იტრიალოს და გამთენიისას სიზმარევით გაქრეს. დღესასწაული წელსაც ყველა წესის დაცვით ჩატარდა. თავიდან საზეიმო პოლონეზით დარბაზი 200-მდე ახალგაზრდა მოცეკვავემ დაიკავა. შემდეგ კი დადგა ოპერის მომღერლების გამოსვლის დროც. საოპერო კულუარებში მთელი წელი მკითხაობენ ხოლმე ვინ გახსნის შემდეგ მეჯლის ვენის საოპერო თეატრში. თავის დროზე ეს პატივი ერგოთ ხოსე კარერას, პლასიდო დომინგოს. 2009 წელს ვენის თეატრის მესვეურებმა არჩევანი მექსიკელ ტენორ რამონ ვარგასა და ქართულ სოპრანო თამარ ივერზე შეაჩერეს. რამოდენიმე წამყვანი ევროპული ტელევიზია პირდაპირ ეთერით გადასცემდა ამ სანახაობის საუკეთესო წუთებს. მომღერლების სოლო გამოსვლების შემდეგ გაიჟღერა ვალსმა ტრავიატადან. მეჯლისის პირველმა ვალსმა რამონ ვარგასისა და თამარ ივერის შესრულებით. პირში კამერები შემოგცქერის და რაღაც 1000 თვალი 1000 ყური და რაღაც ყველა მოძრაობა და იქ უბრალოდ შენ რაღაც წარადგენ რაღაც არიას და ეს არის თქვათ რაღაც შენი პატარა რაღაც მონაკვეთი. იქ შენ არც პერსონაჟი ხარ და არც თქვათ როგორც თამარივერს რაღაცის თქმა შეგიძლია. ეს უბრალოდ რაღაც ისეთი საღამოა. მაგრამ აი რასაც თქვით звездный час, აი როდესაც მაქსიმალურად თქვათ ტელევიზიით პირდაპირ ეთერში შუქდები და იქ ინტერვიუს გიღებენ, რომ პირდაპირ გეკითხებიან საქართველოს შესახებ და შენი ტრადიციების შესახებ და აი რაღაც ეგ მომენტი როა რომ სადაც უფრო მეტად შეგიძლია რომ გაიხსნა როგორც ადამიანი და შენ და ამას აი ამ ინტერვიუს და აი ამ შენ ყველაფერს შენ პიროვნებას პირდაპირ ეთერში მთელი ევროპა უყურებს, აი ეგ ცოტა სხვა მომენტია და ის რომ ვთქვათ მეტროპოლიტენ ოპერაში რაღაც სპექტაკლს ბრწყინვალედ ვერი ხარ, მაგრამ მხოლოდ დარბაზში ვინ ძის ის მაყურებელი გისმენს. რა თქმა უნდა მედიას და აი ამ მთელი ევროპის მასშტაბით პირდაპირ ეთერს ჩართულ სატელევიზიოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველად საოპერო სცენაზე რომ მოხვდა გადავსებულ დარბაზიდან მას მხოლოდ ორი შემფასებელი უსმენდა: დედა და მამა. დანარჩენებს ალბათ არ შეუმჩნევიათ სადღაც დარბაზის სიღრმეში, ბავშვთა გუნდში, პატარა ხველთმიანი გოგონა. მაშინ ის უბრალოდ ერთი პატარა ინსტრუმენტი იყო, რომელიც საერთო ჰარმონიაში ჟღერდა. მშობლები კმაყოფილებით ჩანდნენ. მამა ავთანდილ ჯავახიშვილი თავად ბარიტონი გახდათ. მაშინ ალბათ უკვე ესმოდა თავისი ერთადერთი ქალიშვილის ხმა, როგორ გაიჟღერებდა მთავარ პარტიაში. დედასათვის კი ხელოვნება ყველაფერზე მნიშვნელოვანი რამ იყო სამყაროში. ახალგაზრდობა წიგნებთან გაატარა და ალბათ არც არასოდეს გათხოვდებოდა ხელოვანს რომ არ შეყვარებოდა. დედა ცოტა ისეთი უკარება ქალბატონი იყო. სახლიდან ძალიან იშვიათად გამოდიოდა სულ წიგნები, სულ რაღაც აი მოკლედ რაღაც ესეთი ქალბატონი და უკვე თითქმის 29-30 წლის იყო, რომ აი ოჯახში უკვე იდგა მისი გათხოვების საკითხი და აი ვინც ყავდა თქვათ თაყვანისმცემელი, ყველანი იყვნენ რაღაც აი ესეთი ეხლა დღეს ბიზნესმენებს ვეძახით, მაგრამ მაშინ რაღაც საქმოსანს ეძახდნენ. აი საქმოსნური წრეებიდან და რაღაც დედას საოცრად არ მოწონდა, რადგან შეყვარებული იყო ხელოვნებაზე, აი ამ ბომონდის ხალხზე, რაღაც აღმერთებდა კონსტანტინე გამსახურდიას მისი იდეებით ცხოვრობდა, აი თომას მანი და რემარკი და რაღაც და ხა ესეთ ქალბატონს ნაკლებად აინტერესებდა ვთქვათ ის წრე, ვთქვათ ის კატეგორია თაყვანისცემლების და ასევე ბაბუა სხვათა შორის ძალიან ლამაზი ბანი ჰქონდა. ბაბუა წარმოშობით არის ოფჩიდან, შალვაყიფიანი და ახლოს მეგობრობდა ვანო კახიძესთან, ვანიჩკას ეძახდნენ, ბატონ ჯანსულ კახიძის მამასთან. და ერთად ჩამოვიდნენ და სხვათა შორის კონსერვატორიაში აბარებდნენ და მერე რაღაც ისე მოხდა, რომ თქვა ზოგი მიიღეს, თქვა იქ ბაბუას მოუვარდნენ მშობლები, რომ შენ აგრონომი უნდა იყო რა მომღერალი, აი ესეთი, მოკლედ ამას ისე ვამბობ, იმიტომ რომ აი ბაბუასაც ჰქონდა მიდრეკილება საოპერო სიმღერისადმი შალვას. და ამის გამო ოპერაში, ოჯახში მეფობდა ძალიან აი საოპერო მუსიკა, სულ ბაბუა დილაობით მღეროდა ხოლმე რაღაცებს თავისთვის ღირინებდა და რაღაც ოპერა უყვარდათ ძალიან.
და აი დედასაც ეს ხელოვნება და ეს წერლობა, ეს ოპერა, ეს თეატრი. მათი ქორწინება იღბლიანი გამოდგა, თუმცა თავდაპირველად საკმაოდ დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწიათ. გვიან დაქორწინებულ წყვილს შვილი დიდხანს არ უჩნდებოდა. როცა თამრიკო დაიბადა, დედმამისათვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ახალი ცხოვრება დაიწყო ასევე ბებიებისათვის და ბაბუებისათვისაც, რომლებსაც ერთი ცი და გოგო თავის ნებაზე ატრიალებდა. თამრიკო სულ თავდაყირა დააყენა დედის ოცნება რაფინირებულ და არისტოკრატულ სალონურ ოჯახურ ყოფაზე. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა დოლიძეზე კორპუსებისათვის თავი დაეღწია, ბებიასთან ძველ თბილისში გარბოდა და იქ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებსა და ჩიხებში იწყებოდა მისი ნამდვილი ბედნიერება. ვიყავი აბსოლუტურად თავისუფალი ესეთი ბავშვი და აი ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა, ეს მქონდა რაღაც ბანდასავით მთელი უბნის ბავშვები ერთად თამაშობდით, დავდიოდით, დავძრწოდით, რაღაც იქ ზოგჯერ რაღაცას ვაფუჭებდით, იქ ვიღაცა ბიძია რო ავიდოდა სახურავზე რაღაც შესაკეთებლად კიბეს გამოვაცლიდით და აი რაღაც ესეთი ცოტა ესეთი და გვეჩხუბებოდნენ ხოლმე მთელი უბნები და ესენი რაღაც ცოტა ვანცობდით ხოლმე ზედმეტადაც. აი რაც არის მოცემული იმერულ ესკიზებში და იგივე მანანა და აი რაღაც ეგეთი სტილის. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩამრჩა სხვათა შორის. და აი ძალიან მიკვირს რომ აი ესეთი ვიყავი. თურმე როგორც მეუბნეოდნენ ბიჭებს ვცემდი და ერთხელ არ დამავიწყდება. უკვე რამდენიმე წლის წინ იქ სტუმრად ვიყავი ასული რაღაც ნახალუკაში გვაქვს კიდევ ის ბინა. და ერთი მეზობელი ბებია თავის შვილის, ანუ ის შვილიშვილი დღეს უკვე ცოლშვილიანი ბიჭია, რაღაცაზე ჩხუბობდნენ. და ის ბებია უცბად ეუბნება და ეს მე მესმის, იმიტომ რომ ფანჯრები ყველას ერთმანეთთან მქონდა იტალიურ ეზოში. ხო, ეხლა გაქვსო, ხო, ჩემთან ბებიასთან დიდი გულიო. დიდი ხანი გავიდაო, იმის შემდეგ ხო რაც ეზოში გასვლა გეშინო და თამრიკო მცემსო. და ესე იგი ეს რო გავიგე რაღაც არ მეჯერა რომ ის ჩემზეა ლაპარაკი და რაღაც მე იმ ბიჭს ეზოში ხედავდი რაღაც ესე თვალი, ხდება ხოლმე ყველაფერი ბავშვობაში. სწორედ ეზო ხეტიალში აღმოაჩინა თამარმა თავისი ტალანტიც. უფრო სწორად ის რომ ეს ტალანტი საკმაოდ კარგი რამ იყო, რომლის სწორად გამოყენებაც შეიძლება უფრო სარგებლიანი საქმეც კი გამხდარიყო, ვიდრე უბანში ყოჩის პოზიციის მუშტიკრივით მოპოვება. მით უმეტეს რომ რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო უჭირდა ბიჭების დაჯაფნა. მამამ შვილს მალე შეამჩნია რომ კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონდა. ცელკ ბავშვთან საოპერო ხელოვნებაზე სერიოზულ ლაპარაკს აზრი ჯერ ნამდვილად არ ჰქონდა. ამიტომ უბრალო ლამაზი იტალიური რომანსები ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას. ეზო მღეროდი ამ რომანსებს და ეს ბებიას მეზობლები და ეს მეგობრები ყოველთვის რაღაც ისე ხედავდნენ რომ ბავშვი ვიყავი, შოკოლადები მიყვარდა იქ რაღაც ისა. აბა თამრიკო ოსოლემიოს თუ იმღერებ, აი დათუნიები მაგ შენთვის გამზადებული და შოკოლადები და მანდარინები და მე ზავდიოდი მერე გაიგეს რომ თამრიკოს ესე კაი შოკოლადები, მე სხვა ეზოში მეძახდნენ და ესეთი ის ქონდა. დედა ჩემი მერე ძალიან ისე ცემდა ხოლმე უბნის ჯამბაზი და აი თავს მჭრი და აი რაღაც ამ დროს რა ვიცი საკმაოდ ცნობილი და ესეთი კარიერა მქონდა ჩემ უბანში და აი რა ვიცი ეს არის როგორც ადიალას ფარდა არ გაგვიკეთებია როგორც იქ არის იმ ფილმში იმერულ ესკიზებში, მაგრამ აი დაახლოებით ყველაფერი ეგრე და ეს ძალიან ლამაზ მოგონებებად ჩამრჩა. როცა მოხეტიალე მომღერლის კარიერა ასე მკაცრად აღკვეთეს, თამრიკოს აზრით მის ცხოვრებაში ეს თემა დაიხურა. ოპერის შესახებ უკვე სტერეოტიპული წარმოდგენა ჰქონდა, რომელშიც საკუთარი თავი ვერაფრით წარმოედგინა. ეს იყო საკმაოდ რთული გამებით და სავარჯიშოებით სავსე ცხოვრება. ეს მამის სამყარო იყო, სადაც ძალიან ბევრი მისთვის სრულიად გაუგებარი და უსამართლო რამ ხდებოდა. სულ სხვა იყო კინომსახიობის ყოფა. ჰოლივუდის ისტორიები მასაც როგორც პატარა გოგოების უმრავლესობას სულს უფორიაქებდა. დარწმუნებული იყო, რომ მისი ადგილი სადღაც იქ იყო, წითელ ხალიჩაზე, რეპორტიორების ალყაში. თამრიკო ისიც იცოდა, რომ წითელ ხალიჩამდე დიდი გზა უნდა გაევლო. ამიტომ, როცა მასთან სკოლაში გამოცხადდა, რომ კონკიას როლის შემსრულებელს ეძებდნენ, ეს განგების ნიშნად ჩათვალა. წავედი და ვუთხარი, რომ ძალიან მსურდა კონკიას როლში, ვთქვათ, ამ კასტინგში მიმეღო მონაწილეობა და რომ დამინახეს. იქ რაღაც მათამაშეს, რაღაც სცენები, ეპიზოდები და უკვე მგონია რომ რა ვიცი, დამტკიცებული ვარ, ერთ ხელის მოწერა საჭირო და
მეუბნებიან, ვიცით რა, თამრიკო, ჩვენო კონკიას როლისთვის ქერაცის ფერთვალება გოგოს ვეძებთოთ. ხო, რაღაც გათამაშე თუ ისე სცენები რაღაც უფრო დაგვენახო თქვენ შედა. აი თქვენ შესანიშნავად მიესადაგებით თქვენ დიდი თვალებით და წარბებით და აბა ცოტა გაბრაზდით და რაღაც ესე რეჟისორი მეუბნება და ხო, აი დედინაცვლის როლში კი გამოგვადგები. ნუ ეს იქ დედინაცვალსაც და მამასაც და ყველას ბავშვები თამაშობდნენ, ესეთი ის იყო სპექტაკლი და ნუ მახსოვს გაუბრაზდი და ეს იყო ჩემი პირველი ფიასკო ცხოვრებაში. უნდა თუ არა უკვე მაშინ საოპერო სამყაროს შვილი იყო. სამყაროსი, სადაც მოვლენათა ყველანაირ დინამიკას მჟღერი და დრამატული იტალიური ტერმინებით ხსნიან. ეს პირველი ფიასკო მოგვიანებით მოაგონა ერთმა ინციდენტმა. თამრიკო უკვე წარმატების პირველ ნაბიჯებს დგამდა. გერმანულ საოპერო თეატრში დონ კარლოსში თამაშობდა, როცა ავსტრიაში ევგენი ონეგინის დადგმა გადაწყვეტეს და ტატიანას პარტიაზე ნიჭიერი ქართველი სოპრანო თამარი ვერი მიიწვიეს. მეორე შემადგენლობაში მყავდა ერთი მომღერალი. რუსის მომღერალი იყო ერთი გოგონა, რომელიც იყო ჩემი შემცვლელი, ჩემი ასე ვთქვათ, სათადარიგო და როდესაც ვთქვათ, მე მიფრინავდი გერმანიაში რამდენიმე დღით, ის მუშაობდა ჩემს მაგივრად. და შემდგომ არ ვიცი, საერთოდ ყველა კონტრაქტი ძალიან კონფიდენციალურია, საიდან გაიგო ამ გოგომ არ ვიცი, რომ გაიგო, რომ თამარი ვერს თურმე კონტრაქტში არ უწერია, რომ ის პრემიერას მღერის. იქ წერია, რომ შეძლების დაგვარად. ესე იგი, თქვენ აზრზე არ ახართ ამ რუსის გოგომ რა ამბები ატეხა. ესე იგი, ყოველდღე დირექციაში იჯდა და ყოველდღე ცრემლები, ყოველ დღეს რომ მე აქ მუშაობ და ესე იგი, მე ვარ პრემიერის სიმღერის ღირსი, მას ხომ არ უწერია კონტრაქტში, რომ ის მღერის და ერთი ამბავი და მე პირადი მეგობრობის და პირადი კონტაქტების და ნუ რა ვიცი ქვეყანა შეიძრა მე მგონი რა ვიცი რაღაც დონეზე მიაღწია იმას რომ გაუმიცხადეს რომ იცით ცოდვაო ამან იმუშავაო მთელი თვე ეს და ამან უნდა რა ვიცი ალბათ პრემი და აი ეს მაშინ მქონდა ეს მომენტი ოღონდ ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ ეს იყო არ ვიცი აი როდესაც პირველ ნაბიჯებს დგავდი და მაშინ იყო რომ აი ესე დავტოვე აი თქვენ რაც მითხარით რომ აი გქონია ჩემთხვევა დაგიტოვებთ თქვენ მაშინ მეთქი მე აღარც გენერალურს ვიმღერებ აღარც საერთოდ კონტრაქტზე უარს ვამბობ მეთქი და აი მაშინ წამოვედი მაგრამ ნუ საუბედუროთ იმ გოგოს ტატიანა მხოლოდ იმ თეატრს დარჩა და მე შემდგომ მე მსოფლიოს წამყვან სცენებზე ვიმღერებ თუმცა ამ მელოდრამატულ რევანშამდე მთელი ცხოვრება იყო ცხოვრება რომელსაც წინ მამის სასცენო დრამა უძღოდა კონკიას ბავშვურ ფიასკოზე ბევრად სერიოზული თბილისის ოპერის სცენაზე ადგილის დამკვიდრება ძალიან რთული ამოცანა გახდათ მაშინდელ ქართულ საოპერო დასში ერთი პარტიის შესრულებას რამდენიმე წამყვანი ხმა ეცილებოდა ეს არაჯანსაღი კონკურენციის გარემოს ქმნიდა, რომელსაც ყველა ვერ უძლებდა. აქ ზოგჯერ ხდებოდა ისე, რომ თქვათ ხარისხს წონიდა ის თუ ვისი მოსწავლე იყავი, აი ამას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა, რომ კონსერვატორია ვისი კლასით გაქვს დამთავრებული და ნუ აი ამ შენ პედაგოგს მე რა გავლენა აქვს, მე იყო გავლენების შეჯახება, ვთქვათ, იმას მე რა კონტაქტები აქვს და ნუ რაღაც და მამა იცით რა არის, სხვათა შორის იყო ესეთი ახლა რა ვიცი არ მინდა კონკრეტული გვარები დავასახელო, მაგრამ მამა სწავლობდა კოლია ბოკუჩავასთან იყო ესეთი პროფესორი, თუმცა ეს იყო უპატიოსნესი კაცი, ბრწყინვალე პედაგოგი, როგორც მამა ამბობდა, მაგრამ მას არ ჰქონდა ეს ვთქვათ რაღაც ესეთი კონტაქტები და ნუ ახლა ყველას არ აქვს ამის საშუალება და ვთქვათ ზოგი ცნობილი მომღერალი, ვინც შემდგომ ვარსკვლავი გახდა, იმისთვის რომ ვთქვათ მათი კარიერა წარმატებით წასულიყო რაღაც ცოტა ისე ვერაგულად მიატოვეს ეს პედაგოგი და გადავიდნენ სხვა პედაგოგებთან, ვინც უფრო გავლენიანები იყვნენ და მამამ ეს არ გააკეთა. და ნუ იცით ეს ცოტა ცალკე თემაა და მე არ მინდა დავკონკრეტდე. ყოველ შემთხვევაში მან არჩია რომ აი ესე უფრო მის სულს თავისუფლება ეკნებოდა. რომ ვთქვათ აქ თბილისის ოპერაში ემღერა ვთქვათ რაღაც გარკვეული თავისთვის ისეთი მოგრძალებული პარტიები და უფრო მეტად საკონცერტო მოღვაწეობაში ვთქვათ იქ რუსეთის ქალაქებში დადიოდა ფილარმონიის ხაზით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ნუ ამით ის ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო
მიუხედავად იმისა, რომ თავად სცენაზე არ გაუმართლა, ან შეიძლება სწორედ ამიტომაც ავთანდილ ჯავახიშვილი მონდომებით ცდილობდა შვილისათვის ოპერის მომხიბლეობის საიდუმლო გაეზიარებინა. თამრიკოს ხმის ტემბრი იმის იმედს აძლევდა, რომ მისი შვილი ყველაზე მძაფრ კონკურენციას გაუძლევდა. საქმე რომ მხოლოდ ვოკალურ მონაცემებში ყოფილიყო. მაგრამ ოპერა მხოლოდ ხმა და დიაპაზონი როდია. თამრიკოს კი როგორც უკვე ვთქვით, დიდად არ ხიბლავდა საოპერო მომავალი. ერთ მშვენიერ დღეს მამამ გადაწყვიტა სერიოზულად დალაპარაკებოდა შვილს. მამა უკრავდა ძირითადად ოჯახში ტენორებს და ბარიტონებს და აი თავის რეპერტუარს და თქვათ იქ მეგობრები მოსდიოდნენ იქ ტენორები, მომღერლები, კაცები ძირითადად და რაღაც მათ ასმენინებდათ, რომ აი ნახე თქვათ კარუზო რასმბერის, აი ნახე თქვათ იქ ტიტო გობი, ბენიამინო ჯილი და ასე შემდეგ. და მე ვთხარი რა ვიცი მეთქი ოპერა, ну რაღაც როგორ შენო მე ვთხე ქალების არ ვიცი მეთქი ისეთი არაფერი მომისმენ. აი მაშინ მე შენ მოგასმენინებო და აი ეს იყო, როდესაც მან ჩამირთო ბელინის კასტადივა. ჯოან საზერლენდის შესრულებით ფირფიტა ქონდა სახლში. და აი რაღაც ეცით ჯერ გავჩერდი, ну რაღაც ეს იყო რაღაც ხმა ზეციდან. და ну აი რაღაც ამარიამ რაღაცა იმხელა ის ჯესერთი სამჯერ ოთხჯერ გავამეორებინე და უთხარი კიდე დამიკარი მეთქი. და ну რაღაც იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ამარიამ ჩემზე. მე მამას ვეუბნები გადიერთი წუთი ოთახიდან მარტო მინდა მოვისმინო მეთქი და რაღაც სხვათაშორის ამდენადაც ვიცი პატრიარქის საყვარელი არიან, იმიტომ რომ საპატრიარქოში რო ვიყავი, მახსოვს იქაც აღნიშნა. და რაღაც მართლაც მაგიური არია, რაღაც ისეთი მელოდია, რაღაც თითქოს ღმერთებს ელაპარაკები. და იცით აი მაშინ უთხარი მამას, რომ იცი კარგი მეთქი. აი ეს არია ძალიან მომეწონა და დავინტერესდი, მაგრამ აი კი ბატონო დავიწყებ მეთქი შენთან მეცა. მამას მეუნეოდა რომ რაღაც მეუბნებოდა რომ ჩემთან დაიწყე მეცადინეობაო რაღაცა ხმაზე, გამებზე, ხა რადგან თავად მომღერალი იყო. და აი რამდენ ხანში ვისწავლე ამ არიას რომ ვიმღერო მეთქი აი ესე. და ნუ ერთ თვეში მეთქი, აი ერთი თვე არა, მაგრამ ერთი 3-4 თვე დაგჭირდებაო. და მახსოვს დავიწყეთ ყოველდღიური მეცადინეობა. თამრიკომ ვერ შეამჩნია როგორ გაება მამის მიერ დაგებულ მახეში. 4 თვის მანძილზე აღარც კინო გახსენებია და აღარც მეგობრები. სულ უფრო და უფრო გაიტაცა საკუთარ სხეულში მოთავსებული უცხო ინსტრუმენტის დაუფლების პროცესმა. 4 თვის შემდეგ გაღებული შრომისათვის დამსახურებული გასამრჯელო მოითხოვა და მაესტროს, ანუ მამას, მუსიკის ისტორიაში სოპრანოსათვის დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე რთული ნორმას არიის შესასწავლად მიაკითხა. შვილოც რომ მე მაშინ გაგეხუმრეო, ეს არის ურთულესი არისო. ბევრი სოპრანო ისე ამთავრებს კარიერას, რომ ამ არიას ვერც ვღერის. 3-4 თვე კი არა, ერთ 10-15 წელიწადში თუ იმღერე, მადლობა თქვიო და მე უბრალოდ მინდოდაო, რომ შენთვის გამეცნო ეს ჩვენი სამზარეულო. საოპერო ხელოვნება, ეს გამები, ეს გამღერება და ეს რაღაც ესე ვთქვათ, მინდოდა რომ ამ სამყაროში შემეყვანე და მე მივხვდებოდიო ამ 3-4 თვეში შენ დაინტერესდი თუ არა, გამოდექი თუ არა, ვთქვათ. და აი მართლაც ეს იყო რაღაცა ის მომენტი, როდესაც მართლა დავინტერესდი და შემდგომ უკვე ის მომენტი იყო, რომ უკვე ფეხს რო შეადგამო ამბობენ, მე უკვე ძალიან ძნელია იქიდან გამოსვლა, იმდენად გითრევს. ვთქვათ, თან მით უმეტესად საგრძნობ რო რაღაც გამოგდის, ვთქვათ, რაღაც შეგიძლია, ვთქვათ, იქ რაღაცა კომპლიმენტსაც იღებ, რა ვიცი, ძალიან ბევრი, ვთქვათ, სიტყვაზე უხეშად ვიტყვი, ტალანტს მოკლებული ადამიანია და ისიც ისეთ აზარტშია, რომ მთელი ცხოვრება ეუბნებიან დაანებე თავიო, მაგრამ მაინც ვერ ანებებს და მით უმეტეს, ვთქვათ, როცა გრძნობ, რომ რაღაც გამოგდის, უფრო ძნელია, რომ უცბად შეეშვა. მამა მიხვდა, რომ მისი ქალიშვილი ვეღარასოდეს შეეშვებოდა ოპერას. გაკვეთილს გაკვეთილი მოსდევდა. მაესტრო მოწაფეს ისეთი სამყაროს კარებს უღებდა, რომელთანაც ჰოლივუდური ისტორიები ახლოს ვერ მივიდოდა. მეტროპოლიტენი, ლასკალა, კარუზო კალასი. ამ სახელებმა ყველაფერი დაჩრდილა. ოცნებას ახლა უკვე 2 ქურუმი ემსახურებოდა. ავთანდილ ჯავახიშვილი იმ დღეს ღაელოდა, როცა თამრიკოს პირველ პრემიერაზე აპლოდისმენტებს მოისმენდა, მაგრამ მოულოდნელად მაცხოვრებაში ნამდვილი საოპერო სიუჟეტი გათამაშდა. ხელიდან გამომეცალა მამა, ფაქტიურად ქუჩაში გარდაიცვალა გულით, რაღაც არ ვიცი რა მოხდა. და აი ესე მაშინ რაღაც ის მომენტი იყო, რომ
ყველაფრის დანებებას ვაპირებდი თავის. ეს არ ვიცი, აი დღესაც მზარავს ამის გახსენება, მაგრამ ალბათ ის რომ მამას უნდოდა სცენაზე ვენახე და ის რომ თქვათ ის ოცნებობდა რომ მე თქვათ ამ პროფესიაში დავრჩენილიყავი და რაღაც გამეკეთებინა, ალბათ ამან გადაწონა. კონსერვატორიაში საოპერო სამყაროს სისასტიკის პირადი გაკვეთილებიც თამრიკომ მალე მიიღო. მამის გარდაცვალების შემდეგ მან საუკეთესო მეგობარი და ყველაზე კარგი მრჩეველი დაკარგა. ამიერიდან მხოლოდ საკუთარ ალღოს უნდა დაყრდნობოდა, რომ თავი დაეცვა 1000 ცდუნებისაგან. უპირველესი მათგან პატივმოყვარეობა იყო, როგორც საკუთარი, ისე სხვისი. ამ საქმეში პედაგოგები ზოგჯერ თავად მომღერლებზე ნაკლებად როდის ცოდავენ. თამრიკოს პედაგოგებში გაუმართლა. მას აშკარად მამაზე მეტად წყალობდა ბედი. ვოკალის პედაგოგს გოჩა ბეჟუაშვილს საკუთარ სტუდენტებზე ექსპერიმენტების ჩატარება არ სჩვეოდა. თამრიკოსათვის განსაკუთრებული სკოლა გამოდგა კამერული მუსიკაც. დარგის პედაგოგის ივეტა გერსამიას გაკვეთილებმა თამრიკოს ხმას მისივე თქმით განსაკუთრებული ხიბლი შესძინა. საათობით მეცადინეობდი რომანსებზე და თვლი რომ კამერულმა მუსიკამ მე ძალიან ბევრი მომცა ჩემს შემოქმედებაში, რადგან ვეწინააღმდეგები იმას, რომ ახალგაზრდა მომღერალს, რომელსაც ჯერ გამაგრებული არ აქვს სახმოსიმები და დიაფრაგმა და სუნთქვის აზრზე არ არის, ეგრევე საოპერო რეპერტუარი და ეგრევე ვერდის არიები მივცეთ, იმიტომ რომ არიას თავიდან ბოლომდე შეუძლია რომ ჩაამთავროს და მაღალი ნოტა აიღოს, იმიტომ რომ ის იმ მაღალ ნოტას იღებს, იცით, სტიქიურად, აი სადაც მოხდება, სადაც გაარტყავს უხეშად რო ვიტყვი, იმას გააზრებული არ აქვს არც ბგერის მოხურვა, არც არაფერი. და ნუ მე ხდება ხოლმე რომ წლების შემდგომ უკვე ხმა ფორსირდება, იმიტომ რომ იცი ძირითადად მომღერალი ფიქრობს არა არიაზე და არა შინაარსზე, არამედ იმაზე რომ არის ბოლოს მაღალი ნოტა როგორ აიღოს. აქეთ არის მთელი კონცენტრაცია. და როდესაც კამერულ მუსიკაზე მუშაობ, სადაც არანაირად არც თქვათ არ არის არც მაღლები, არც რთული ტესიტორული მომენტები და არაფერი, იქ უფრო უღრმავდები მის შინაარს, თუ რა უნდოდა კომპოზიტორს ამ პატარა ორწუთიან რომანსში რო გადმოეცა. და ის რომ ამ რომანსში არაფერია ისე ვოკალურად რთული და რაღაც ისეთი რომ პუბლიკა გააგიჟო, უკვე უფიქრდები რომ აი რით დააინტერესო პუბლიკა აი ამ რომანსში და უკვე შენ ცდილობ უკვე მის შინაარსს ჩაწვდე და ითამაშო და აი ესე არტისტულად და მსახიობურად და აი თქვათ რის თქმაც უნდოდა კომპოზიტორს ამ რომანსში უკვე იფიქრო აი მის გადმოცემაზე და არა იმაზე რომ თქვათ იქ არის ბოლოს რა მაღალი ნოტა იქნება. როგორი მომხიბლავიც არ უნდა იყოს რომანსების ჟანრის სხვა ნამდვილი საოპერო წარმოდგენა. მაგრამ საოპერო პარტიას დიდ სცენაზე პირდაპირ კონსერვატორიიდან მოსულ დებიუტანტს ბუნებრივია არავინ ანდობდა. ამიტომ ღვთისწყალობასავით მიიღო მოწვევა ბათუმის თეატრიდან. რეგიონალური თეატრის მცირე მასშტაბები ლიბერალური პოლიტიკის გატარების საშუალებას იძლეოდა. დამწყები მომღერალი თამრიკო ჯავახიშვილი აბესალომ და ეთერიში მარეხის პარტიაზე დაამტკიცეს. დღესაც მახსოვს აი ეს ნერვიულობა და ის კანკალი და ის ცახცახი, აი როდესაც ეგან რაც აღნიშნე, თქვათ რომ აი ეს 6 რამპარო ერთად აინთო და რაღაც სცენაზე აი რაღაც ისეთი შეგრძნება რომ აბსოლუტურად რაღაც უხეშად ვიტყვი, რაღაც ადამიანი რო შიშველი გამოვა და ხვენი აი რაღაც ეგეთი შეგრძნება მქონდა. და ნუ ეს სხვათა შორის კლასში სიმღერა და კლასში დახვეწა შემოქმედების აი სწორედ იქ ვიგრძენი რომ ეს ჯერ კიდევ არაფერია, სცენა სულ სხვა და აი ვიგრძენი რომ რაც იქამდე კლასში მიკეთებია ვთქვათ და თუნდაც პატარა დარბაზებში, აი ამ ახლა ბათუმის თეატრი ძალიან დიდი დარბაზი არ იყო, მაგრამ მაინც საოპერო თეატრმა და ამ დარბაზმა სულ სხვა თქვათ ბგერის შეფერილობა და სულ სხვა ემისია და მასშტაბურობა მომთხოვა, რაზეც მე კიდე ეს ცალკე დაფიქრების საგანი და ცალკე სამუშაო იყო. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი ეს წარმატებით შედგა ეს ულამაზესი სპექტაკლი ჩემთვის. ბათუმის თეატრის პატარა დარბაზი მისი ხმისათვის იოლი ასპარეზი აღმოჩნდა. მალე თამრიკოს დეზდემონას პარტია შესთავაზეს. მან მაშინ არ იცოდა, რომ ეს პარტია მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. 1998 წელს თბილისში პაატა ბურჭულაძის თაოსნობით საოპერო ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალზე მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავებს სწორედ ვერდის ოტელო უნდა შეესრულებინათ. ბოლო დღეს გაირკვა, რომ დეზდემონას როლის შემსრულებელი ავადმყოფობის გამო რეპეტიციებს ვერ დაესწრებოდა. სხვებს კი რეპეტიციების გარეშე სპექტაკლის ჩატარების გაგონებაც არ უნდოდათ. გამოუვალი მდგომარეობიდან პაატა ბურჭულაძე ისევ თბილისში იხსნეს და დამწყების სოლისტის თამრიკო ჯავახიშვილის მოწვევა შესთავაზეს. თამრიკომ თავიდან ყურებს არ დაუჯერა, რომ რენატო ბრუზონის და ქრისტიან იოჰანსონის პარტნიორობას თავაზობდნენ, თუნდაც მხოლოდ რეპეტიციებზე. იმას კი ნამდვილად ვერ იფიქრებდა, რომ პრემიერასაც თავად იმღერებდა. ვარსკვლავებმა რეკომენდაცია გაუწიეს და ბურჭულაძემაც გადაწყვეტილება იოლად მიიღო. თამრიკომ პრემიერაზე ვარსკვლავის შეცვალა. დარბას აპლოდისმენტები ანგრევდა, როცა რენატო ბრუზონმა ბედნიერებისაგან თავგზა აბნეულ თამრიკოს ჯადოსნური რჩევა მისცა. წასულიყო იტალიაში ვერდის კონკურსზე. თამარ ჯავახიშვილი მიხვდა, რომ თავის დროზე მამას ალღომ არ უმტყუნა. 1998 წელს ვერდის კონკურსში გამარჯვებას მოცარტის კონკურსზე მიღებული პირველი ადგილი მოჰყვა. წარმატებას ცვლიდა. კონკურსები და ეს ყველაფერი კარგი სიმღერა, ეს არის ძალიან ლამაზად ვთქვათ გატანილი გოლი, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს მთელ თამაშს, რო იტყვია. ეს ვთქვათ იყო რაღაც გოლი, ეს ვთქვათ ეს პირველი ადგილი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იყო მთელი ლამაზად ნათამაშები მატჩი. ესე ვთქვათ შემდგომ, როდესაც ვიმღერე მე ვენის შტატსოპერაში ბოჰემა, აი ამან გადაწონა ის, რომ აი ერთია, როდესაც კონკურსზე იმარჯვებ და მეორეა, როდესაც თქვათ რაღაც სპექტაკლს, იმიტომ რომ იცით ხშირად ამბობენ, რომ იცით აი თქვათ გაიმარჯვე კონკურსზე, მაგრამ იქ რამდენიმე არია იყო სამღერი. არავინ იცის ეს მომღერალი თქვათ სცენაზე სახეს როგორ შექმნის, როგორი ფიგურა იქნება, როგორი პერსონაჟი იქნება, მაინც რაღაც მაგრამ არსებობს აი ეს შენს იმაში დახასიათებაში, აიცი რა, გაიმარჯვა, მაგრამ ხო. და აი როდესაც თქვათ რაღაც სპექტაკლს ისე იმღერებ, რომ აი ამ მაგრამსაც თქვათ დაუსვავ წერტილს, აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ეს პირველი ტრამპლინი იყო თქვათ ჩემთვის გრაცის თეატრში ტატიანას როლი ევგენი ონეგინში, რამაც თქვათ აი სპეციალურად ჩემს ანახალად ჩამოვიდა ვენის შტატსოპერის დირექტორი იოან ჰოლენდერი, როდესაც გაიგო რომ თქვათ ქართველმა მომღერალმა გოგომ ტატიანას სახე შექმნა ესეთი და აი შემდგომ იყო ბოჰემა ვენის შტატსოპერაში, რომელმაც უკვე შემდგომ გამიხსნა ყველა თეატრის კარები. ბონის საოპერო თეატრში დარბაზმა მხურვალი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა მისი დებიუტი. თამარ ივერისათვის ვერდის დონ კარლოსი ბრწყინვალედ ჩაბარებული გამოცდა იყო. დონ კარლოს მოჰყვა მიმი ბოჰემაში ვენის ლეგენდარული სახელმწიფო ოპერის სცენაზე. შემდეგ იყო კოვენტ გარდენი, სადაც სიმონ ბოკანერგაში ამელიას პარტია შეასრულა. იტალიაში მესი დებიუტი კვლავ იღბლიან ოტელოში შედგა. ის მღეროდა იმ საოპერო თეატრების სცენაზე, სადაც მამამისი რკინის ფარდის გამო უბრალო მსმენელად მოხვედრაზეც კი ვერ იოცნებებდა. თბილისში მისი წარმატების შესახებ მხოლოდ ხმები აღწევდა. აქედან ეს ყველაფერი ზღაპარს გავდა. სინამდვილეში კი უღრანტყეში თვალახვეული სიარული უფრო იყო. უზარმაზარ, ელიტარულ და საოცრად მკაცრ ამყაროში,
სადაც ხშირად მიზანი ყველანაირ საშუალებას ამართლებს და მაინც მიუღწეველი რჩებოდა. თამრიკოს არაფერი გააჩნდა საკუთარი ხმის გარდა, არც კავშირები, არც ფული. არის უყოთვის ის ბრძოლა, რომ აი ვინ უხეშად ვიტყვი გაგაკეთა, ვისი პროდუქტი ხარ და იქ იწყებოდა მე ბრძოლა, რომ აი მე ვასწავლე მას სიმღერა, მე ვასწავლე მას თქვა ეს მე და უბრალოდ იცით რაღაც გამოყავთ თავად მომღერალი მარიონეტად, რომ იცით რა არის. იქ ამბობს რომ ეს ჩემი პროდუქტია, მე რო არ ვამეცადინებდე, არაფერი არ იქნება, ის ამბობს რომ არა შენ კი არა მე დავეხმარე, ну რაღაც და იცით რა არის ამ ყველაფერს მე თავის დროზე თავი დავაღწიე და აი როდესაც წავედი ავსტრიაში იქიდან აბსოლუტურად მარტო დავრჩი, აბსოლუტურად არც ვოკალის პედაგოგი მყავდა იმ პერიოდში არავინ, აი იქიდან დავიწყე მე გზის გაკვლევა და ამით ყველას დავანახე რომ ეს თავად მე ვიყავი ვთქვათ ნიჭიერი ადამიანი და თავად მომღერალია ხშირად ნიჭიერი და არა ვთქვათ ის რომ რაღაც ძალების გადანაწილება რომ აი ვის აქვს უფრო დიდი ღვაწლი ვთქვათ შემოქმედებით გზაში. წარმატების პირველმა კასკადმა თამრიკოს თავბრუ ვერ დაახვია. მისი ბრძოლის უნარიანობის და ხასიათის სიმტკიცის ერთი მთავარი გარანტია თანმიმდევრულობა და შინაგანი სიმშვიდე აღმოჩნდა. ყველაზე დიდი პარტიების შესრულებას ისე შეუდგა, როგორც თავის დროზე მამის პირველ გაკვეთილებს. ის უბრალოდ სწავლობდა. მაშინაც, როცა ლასკალას დასთან ერთად რიკარდო მუტის დირიჟორობით გასტროლებზე იმღერა და მაშინაც, როცა მეტროპოლიტენში დონა ანას პარტიაზე დაამტკიცეს. მეტროპოლიტენი უკვე წვერვალის მწვერვალი იყო. ეს არის უზარმაზარი სცენა, სადაც დიდმა ხმებმა შეიძლება არ გაიჟღეროს და ვთქვათ რაღაც პატარა ხმამ შეიძლება გაიჟღეროს. ამ ვთქვათ პირიქით, ვთქვათ რაღაც 1000 სასწაულები ხდება ამ სცენაზე და თვითონ ის დატვირთვა, რომ ეს უზარმაზარი სცენა, დარბაზი და ხრებზე გაწევს რაღაც აი ამ თეატრის თვითონ ისტორია. რომ აი ამ სცენაზე რა მომღერლები დგარან და თავად ის რომ აი პუბლიკა მთლიანად დირიჟორიდან დაწყებული აი პერსონალი ვინც შენ გამეცადინებს შენ რომ იცი რომ ამ ადამიანებს პავაროტისთან უმუშავიათ და დომინგოსთან თქვათ იგივე იმ სუფლორს იგივე იმ ვთქვათ კონცერტმეისტერს იგივე ვთქვათ იცი რა არის აი კონცერტმეისტერი რომ დაგიჯდება ვთქვათ იქ მეტროპოლიტენ ოპერაში და რაღაცას გამეცადინებს იმას ვერ ეტყვი იცით რა მე ესე მინდა იმიტომ ის შემოხედავს და გეტყვის მე რენატა ტებალდის ვამეცადინებდი და აი იცით აი რაღაც სხვა მომენტია იცით მთელი პერსონალი ვინც სპექტაკლს ამზადებს მეტროპოლიტენ ოპერაში აი ეს team რო იტყვიან აი ეს მთელი ჯგუფი ვინც არის თქვათ რეჟისორის ასისტენტიდან დაწყებული იცი რომ ესენი არიან უმაღლესი დონის პროფესიონალები იცი რომ ესენი მუშაობენ მსოფლიოს წამყვან კორიფეებთან თქვათ პლასიდო დომინგოსთან ხოსე კარერასთან იქ თქვათ ლეონუჩისთან სამუელ რემი ფურლანეტო აი ეს დიდ სახელებთან და იცი რომ წარსულში მათ უმუშავიათ ასევე მირელა ფრენისთან და გიაუროვთან და ვთქვათ იგივე რა ვიცი ხა შეიძლება მარია კალასი ძალიან უფრო ადრე ეპოქა მაგრამ ესე ვთქვათ და იცით ეს ძალიან ბევრს გავალებს იქ უკვე არ გეპატიება პატარა შეცდომაც კი აი ყოფილა ისე ვთქვათ რაღაც რომ რაღაც პარტია გამიკეთებია ჩავსულ ვარ და იქ აბსოლუტურად თავიდან ნოლიდან დაგვიწყია და უთქვიათ რომ აქ ეს ნიუანსი კი არა ეს გვინდა აქ ეს ესე კი არა ესე და ნუ აი თავიდან გამითხრია ვთქვათ ხეშად რო ვთქვათ პარტია და ის შავი სამუშაო და რაღაც თავიდან დამიწყე იმიტომ იმდენად ითხოვენ აი ამ დონეს თამარ ივერის მიერ შესრულებულმა დონა ანას პარტია მეტროპოლიტენის ქურუმზე ჯეიმს ლივაინზე საკმაოდ მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება მოახდინა. დაახლოებით 1 წლის შემდეგ მეტროპოლიტენ ოპერის დასი დონ ჟუანის ტანგელვუდის საოპერო ფესტივალზე წარსადგენად ემზადებოდა, როცა მოულოდნელად საოპერო სცენის ვარსკვლავი ფრიტოლი ავად გახდა. დასი დონა ანას გარეშე დარჩა.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვარსკვლავი დიდი სიამოვნებით შეცვლიდა ფრიტოლის ამ როლზე. მაგრამ ლივაინმა უცნაური სიჯიუტე გამოიჩინა და სპექტაკლის ფესტივალზე წაღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. თუკი მის მოთხოვნას არ შეასრულებდნენ და საგანგებოდ და სასწრაფოდ თბილისიდან იმ ქართულ გოგონას არ ჩამოიყვანდნენ, რომელმაც 1 წლის წინ ასე საინტერესოდ იმღერა ეს რთული პარტია. საერთოდ ხელოვნება რა არის, იცით, ძალიან აბსტრაქტული მცნება იმ ხრივ, რომ აგებულია გემოვნებაზე. აი მაგალითად ახლა სპორტსმენი, რაც უნდა რა ვთქვათ, უპატრონო იყოს, რომ ჩამოვა, ვთქვათ, ან ასპარეზობაზე გადის, ვთქვათ, სიტყვაზე თუ იღებს მონაწილეობას ფორმულა პირველში, თუ იგი გაასწრებს შუმახერს, ეს უკვე ფაქტის სახეზეა. და მორჩა უკვე შეიძლება სულ რაღაც მთებიდან იყოს ვიღაც ჩამოსული, მაგრამ მან გაასწრო შუმახერს და უკვე მასზე ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის, მაგრამ აი შეიძლება იყო ვთქვათ დღევანდელ დღეს მარია კალასი, მაგრამ აი რეჟისორმა თქვას, რომ იცი, აი მე ვერ აი მე სხვა უფრო მომწონს და ამ დროს შეიძლება სხვა, აიცით რა, მე უბრალოდ მინდა ვთქვათ სხვა აღნაგობის, სხვა გარეგნობის, ჩემ პერსონაჟად სხვა წარმომიდგენია და მორჩა ეს ხელოვნება არის გემოვნების ამბავი, ეს არ არის რაღაც ქულები და რაღაც სადაც ყველაფერი სახეზე ჩანს. როცა ყველაფერი სახეზეა და ყოველდღიურად რამპის შუქით განათებულს ათასობით თვალი შემოგცქერის, ცხოვრება სულ სხვა ტემპით და პრიორიტეტებით მიედინება. თამრიკოს ძალიან ხშირად უწევს საკუთარი კავკასიური ტემპერამენტის ერთ მუჭში მოქცევა. როცა ოპერაში წარმატებას გინდა მიაღწიო, კულისებშიც ისე უნდა მოიქცე, თითქოს სცენაზე იდგე. მაყურებელი უყურადღებოდ არც ერთ შენ ნაბიჯს არ ტოვებს. საკმარისია ერთი ხმამაღალი სიტყვა, ერთი ზედმეტი ახირება, რომ შენს წინ ყველა თეატრის კარი ერთად დაიხურება. ხმები ოპერის დივათა ჭირვეულობის შესახებ მხოლოდ მითია, წარმოდგენის ნაწილი. თამრიკომ არჩევანი ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში გააკეთა. მისი ყოველდღიური ცხოვრება ზედმიწევნით ზომიერია. ის ადრე უნდა დაწვეს და დროულად უნდა ადგეს. უსიტყვოდ უნდა მიიღოს ყველანაირი შენიშვნა და დღედაღამ უნდა იმუშაოს. ვნებები, ექსცენტრიკა, ტემპერამენტი. ეს ყველაფერი მისთვის არა ცხოვრების გასალამაზებელი დეტალები, არამედ უბრალო სამუშაო იარაღია, რომლითაც სცენაზე წარუშლელი სახეები უნდა შექმნას. მიყვარს ქალის ცხოვრება, როდესაც არის სპექტაკლი, როგორც ტრავიატა, როგორც ნორმა. მიყვარს საერთოდ სცენაზე რაღაც ძლიერი ფიგურები, როდესაც ქალის ცხოვრება გაირბენს 2-3 მოქმედების განმავლობაში მაყურებლის თვალწინ და რაღაც მისი განცდები, მისი ემოციები, ვთქვათ, ის ვერაგობა, სიყვარული, ეს ყველაფერი და ამ ხრივ ადრიანა ლეკურერში ეს ყველაფერი ძალიან მოჭარბებით იყო. ასევე სუორ ანჯელიკა, ეს მოწყალების და ანჯელიკა, ესე ქვია, პუჩინის ერთმოქმედებიანი ოპერა, მოკლე ოპერა, საათი და 15 წუთი გრძელდება, მაგრამ ამ სპექტაკლში ყველაფერია, რაც შეგიძლია აჩვენო. ასევე ძალიან მიყვარს პუჩინის ოპერა ბოჰემა, მიმის პარტია, რადგან მიმი ძალიან ესეთი ადამიანია, რაც რაღაც ახლოს დგას ჩემთან პიროვნულად. ასევე ტატიანა ევგენიონეგინიდან და რა ვიცი, იცით რა, აი სადაც ქალს რაღაც ფუნქცია აქვს, რომელიც თქვათ რაღაც გავლენას ახდენს, თქვათ მაყურებელზე და რაღაც შთაბეჭდილების ქვეშ აქცევს. აი ეგეთი როლები მიყვარს და აი თქვათ სადაც რაღაც დეტალი ხარ სპექტაკლში, აი თქვათ დონ კარლოსში ელისაბედი წამყვანი როლია, მაგრამ ეს მაინც მამაკაცების სპექტაკლია. და ვთქვათ რაღაც იქ დეტალი ხარ სცენაზე. ასევე ვთქვათ ოტელო, თითქოს სპექტაკლი ვთქვათ მამაკაცების არის იაგო და ოტელო აქ მთავარი მოქმედი ფიგურა. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ დეზდემონა საკმაოდ წარმატებული როლია ჩემთვის, მაგრამ პიროვნულად დეზდემონა ჩემთან ახლოს არ არის. თამარ ივერისათვის ოპერა პირველ რიგში დრამაა, სიყვარული და სიკვდილი. ოპერა ბედნიერი ფინალით მისი სიტყვებით რომ თქვათ ნამდვილ ოპერად არ ღირს. სულ სხვა ფასი აქვს სიკვდილის თამაშს, სადაც ერთი პატარა კალბის ჟესტით ყველაფრის გაფუჭება შეიძლება. ტრაგედია ფარსად გადაიქცევა. სიკვდილის თამაში რთულია, მას კი სირთულეები ბავშვობიდან იზიდავს. ასეთ მომენტებში თითქოს კვლავ მამასთან ბრუნდება. სწორედ იმ მომენტში, როცა მის ენთუზიაზმს პირველად გადაასხა ცივი და განუცხადა, რომ კასტადივა მისთვის თითქმის მიუღწეველი ოცნება იყო. მაშინ თამრიკოში პირველად გაიღვიძა მომავალის ერთადერთმა, უბწყინვალესმა სოპრანო, თამარ ივერმა.
დღესაც, როცა ერთი შეხედვით რაიმე შეუძლებელ ამოცანას შეეჭიდება, იგი თითქოს გარდაცვლილი მაესტროს, ოპერის ფანტომის სუნთქვას გრძნობს. როდესაც რაღაც მძიმე მომენტები მაქვს, ან საპასუხს აგებო, ან თქვათ, აი მქონდა ეგეთი სიტუაცია მოცარტის კონკურსზე და რაღაც ან დამესიზმრება ხოლმე, ან რაღაც რჩევას მომცემს, ან რაღაც აი ეს მომენტები მაქვს, აი რაღაც უცა კრიტიკული ის მაქვს. და ან და ისედაც უცა რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა მაქვს, ყოველთვის ან მანამდე, ან მერე საფლავზე ავდივარ და მე მას ვუყვები ამ ყველაფერს, რომ აი თქვათ რას მივაღწიე, ან თქვათ რა აი ისე ველაპარაკები, როგორც პირადად, რომ აი мама ეხლა ვიმღერე აქ, ეხლა რაღაც და ისეთ რაღაც გულზე მეშვება, მაგრამ ეს ვიცი რაღაც ძალიან ისეთი ტრაგიკული მომენტია ჩემთვის, მაგრამ უკვე ეს სისხლში მაქვს გამჟდარი. 2009 წელი თამარ ივერისათვის განსაკუთრებული ბრწყინვალებით დაიწყო. 19 თებერვალს ვენის მეჯლისზე შესრულებულ ვალს ევგენი ონეგინის ახალი დადგმის ბრწყინვალე პრემიერა მოჰყვა. რამონ ვარგასისა და თამარ ივერის სახეები მთელს ვენაში, ყველა შენობის კედლიდან შეჰყურებდა გამვლელებს, ჟურნალები და გაზეთები რეცენზიებს არიშურებდნენ. მაგრამ ყველა რეცენზიაზე მჭერმეტყველი მაინც დარბაზის აპლოდისმენტები იყო. რამონ ვარგასისა და ივერის დუეტის შემდეგ მაყურებელი 15 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს. რაც შეეხება ასრულებად და აუსრულებელ ოცნებას, მოვლენათა ასეთ განსაზღვრებას თამარ ივერი უბრალოდ არცნობს. 2009 წლის 6 მაისს თამარ ივერი ისევ თბილისში დაბრუნდა, რათა ფონდ იავნანას მიერ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ გალა კონცერტზე გამოსულიყო და მის ცხოვრებაში კვლავ ერთი წამი მოეწყვიტა, ამჯერად ბელინის ნორმადან კავატინას შესრულებით.